საქართველოს შესახებ ევრონესტის კრიტიკულ რეზოლუციას ეხმაურებიან თბილისში ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისი ფაქტებით არის გამყარებული. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტს საქართველოს მიმართ მტრული და არასამართლიანი მიდგომები აქვს. შეგახსენებთ, ევრონესტის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. ივანიშვილს და მის გუნდს უწევს ერთდაიგივე რეაქციების და ასე ვთქვათ პოზიციების მოსვენა, იმიტომ რომ დასავლურ სამყაროში არაპირებენ, რომ ივანიშვილის ასე ვთქვათ დაწერილი ტექსტები იკითხონ და პროპაგანდისგან გაბრუნდნენ ივანიშვილის, იმიტომ რომ მათ კარგად იციან რა ხდება საქართველოში, კარგად ხედავენ, ამიტომაც მათ შეფასებები არ ყავენ ძალიან მკაფიო. ამ შეფასებებზე ესეთი უარყოფითი რეაქციების შედეგად იზოლაცია ღრმავდება არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან სახიფათო და საშიში. ჩვენს პოლიტიკურ ძალას ბევრჯერ გვითქვამს, რომ ოცნების მთავარი მიზანი ეს არის ჩვენი ქვეყნის იზოლირება და აი ეს ზუსტად ეს ფაქტი, რომ ისინი უარს ამბობენ აი ესეთ ფორმატებში მონაწილეობის მიღებაზე, მიუთითებს იმას, რომ თვით იზოლაციის გზას დაადგა ოცნება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობა არის პასუხისმგებლიანი, მათ უნდა შეეძლოთ ნებისმიერ ფორმატებში მოისმინონ კრიტიკა და ასევე გასცენ იმ შეკითხვებს პასუხები, რომლებიც არის, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართული ოცნების ლიდერები მკითხავებთან დადიან. ესე იგი, იმკითხავეს და წინასწარ იცოდნენ რა ეწერებოდა ევრონესტის რეზოლუციაში. არასერიოზულია ესეთი ახსნა იმისა, რატო არის ქართული საგარეო უწყება დღეს იზოლაციაში და საქართველოს საგარეო უწყება რატო იქცა ერთ-ერთ რაიონის მუნიციპალურ გამგეობად. იმიტომ რომ იქიდან არავინ არ სამარყანდში დადიან ხოლმე ძირითადად ამ ბოლო დროს. საერთაშორისო პოლიტიკა სამარყანდში არ კეთდება. ეს რეზოლუცია არის იმ ქცევის შესაბამისი, როგორაც ექცევა ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებს. აი სამარცხვინო, სრულად სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც პრინციპში არის თვითონ გაყალბებული ეს რეზოლუცია, ის ხას უსმევს იმ ტენდენციას, რომელიც ევრონესტთან მიმართებით არსებობს. ჯერ აზერბაიჯანმა დატოვა ეს, დღეს საქართველოს ტოვებს მას და რამდენხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით და კონკრეტული ევროჩინოსნების ნებასურვილით აწყობილი გაყალბებული რეზოლუციები ნახავთ ფაქტები აბსოლუტურად სხვა რამეს მეტყველებენ, მაგრამ ის სურვილები, რომელიც კონკრეტულ ევროჩინოსნებს გააჩნიათ, ცილდება საერთოდ ფაქტებს და გარემოებებს. მოდით ნახოთ, ვინ არიან ევრონესტის რეზოლუციის ხელმომწერები. რა თქმა უნდა, ის ცნობილი და უკვე ქართველების მტრად პოზიციონირებული ევროპარლამენტარები, ვისაც არაერთხელ მიუღია მსგავსი რეზოლუცია და მეორე მხრივ სამწუხაროდ თავად სომეხი დეპუტატები, რომლებმაც ფაქტობრივად საკუთარ პრემიერს გამოუცხადეს უნდობლობა, რადგან როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი არაერთხელ ოფიციალურად და სხვადასხვა ვიზიტით ყოფილა საქართველოში, შეხვედრია ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და ამით კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა მქონია შეხვედრა ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, მათი დეპუტაციის მხრიდან რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც ქართული ოცნების არალეგიტიმურობაზე არის საუბარი, პირდაპირ ალბათ საკუთარ პრემიერ-მინისტრს უცხადებენ ამით უნდობლობას. ამიტომ ერთი არგუმენტი თუ მეორე, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, ნათლად გვაჩვენებს, რამდენად უაზრო რეზოლუცია არის, უაზრო და შინაარსისგან დაცლილი. ფაქტია, ხომ აქაც ხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით, გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელ დეპუტატად წარმოგვიდგენენ, გველაპარაკებიან ევროპის სახელით. ვაი რა არის საერთოდ თუ არა ის მომენტი, რომ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს საბჭოთა კავშირი და მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. აი ეს ამის მაგალითები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე საბჭოთა სტილით უყურებენ საქართველოს და გონიათ, რომ მაგით მათი მოსათვინიერებელი არის ქართველი ხალხი.